მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და აქ შეკრებისთვის. დავიწყოთ იმით, როგორ დაიბადა საერთოდ ეს იდეა, რომ პროგრედიტ ბანკი ჩართული ყოფილიყო ამ პროცესში და რატომ არის ესე ვთქვათ, პროგრედიტ ბანკის ღირებულებებთან თანხვედრაში ქალთა გაძლიერება და განსაკუთრებით ქალთა გაძლიერება სოფლად. პრინციპში ჩვენი ჩართულობა ამ პროექტში ძალიან ბუნებრივად მოხდა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან. ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა. თანამშრომლობის პერიოდში გამოიკვეთა, რომ ძალიან ბევრი თანხმედრა გვაქვს, როგორც ღირებულებითი, ესევე ხედვების კუთხით, განსაკუთრებით ინკლუზიური და მდგრადი განვითარების კუთხით, ასევე ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით და მათი მხრიდან როგორც კი გაჟღერდა ეს იდეა და ვიცოდით, რომ ასევე ჩართული იქნებოდა ნორვეგიის საელჩო და ისეთი კომპანია, როგორიც არის ტასუს ფონდი, რომელსაც ძალიან კარგი რეკომენდაციები აქვს, ძალიან კარგი გამოცდილება აქვს რეგიონებში ესეთი პროექტების ორგანიზების კუთხით. ჩვენ ძალიან ორგანულად ჩავერთეთ ამ პროექტში, პირიქით მივესალმეთ კიდეც. იქიდან გამომდინარე, რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერება მნიშვნელოვნად უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ჩვენი როგორც პროგრედიტ ბანკის როლიც ზუსტად ეს არის, რომ მაქსიმალურად ხელით შეუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, პრინციპში ამიტომაც ჩვენ ვართ ამ პროექტში. ხო, მაყურებელიც დამეთანხმება და ვინც იცნობს პროგრედიტ ბანკს, მას არ უყვირს თქვენი აქტივობა, ესე ვთქვათ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. რით არის ეს პროექტი განსხვავებული და რატომ უნდა გააძლიეროს ქალები, მათ შორის კერძო სექტორმაც. რა არის აი აქ მთავარი აქცენტი პროგრედიტ ბანკის? ზოგადად რომ ვთქვათ, ხო, ეს ქალების ეკონომიკაში ჩართულობა უკვე დღესდღეობით ნაკლებად და ჩვენთვისაც ნაკლებად არის სოციალური პროექტი. უფრო ეს პროექტი არის ჭკვიანური ინვესტიცია ეკონომიკაში, მაგრამ კონკრეტულად ეს პროექტი უფრო სოციალური პროექტია და როცა ვსაუბრობთ ინკლუზიურ პროექტებზე, ხო, ეს შემთხვევა, როცა კიდევ უფრო მეტად ინკლუზიურია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ქალების ჩართულობაზე და რეგიონის ქალების ჩართულობაზე, სადაც გამოწვევები კიდევ უფრო მეტი არის. ზოგადად ვფიქრობთ, რომ კერძო სექტორის როლი ესეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვისაუბრებ ჩვენი ჭრილიდან, პროგრედიტ ბანკის ჭრილიდან. ჩვენ კარგად ვიცნობთ ბიზნესს, მრავალი წელია ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში, ასევე ჩვენ თანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებთან და დონორებთან. და საბოლოო ჯამში, როცა ვსაუბრობთ ქალებისათვის გარკვეული პროდუქტების, სერვისების შეთავაზებაზე, ხო, ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ კარგად ვიცოდეთ, რა საჭიროებები და გამოწვევებია ამ მიმართულებით. ვიცით, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გამოწვევაო, გირაო გამოწვევა, გარკვეული ცოდნა, გამოცდილება გამოწვევაა, ხო? ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენ დონორებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად კარგად შეგვიძლია გავიაზროთ ეს გამოწვევები და პროდუქტი იქნება თუ სერვისი მოვარგოთ ამ საჭიროებებს და გვაქვს კიდევაც ესეთი სხვადასხვა პროდუქტები. ძალიან აღსანიშნავია ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ერთად გაკეთებული პროექტი, რომელიც მორგებულია კონკრეტულად ქალების საჭიროებებზე. და გარკვეული კინოუმჭრელებიც გახდეთ, ხო, ამ მიმართულებით. ჩვენი ჭრილი შევიდა. დაგროვდეს ხო რეალურად წარმატების ისტორიები და მიღწევის ისტორიები, მათ შორის ქალებისთვის. დიახ, სწორად აღნიშნეთ. მნიშვნელოვანია ამ ქალების ჩართვა ამ ღირებულებათა ჯაჭვში მოხდეს, ხო? ჩვენ შეხება გვაქვს საშუალო მცირე მიკრობიზნესთან, ხო? მართალია, ძირითადად ეს ქალბატონები დამწყები ბიზნესმენები არიან, ეს ბიზნესმენები, მეწარმეები უფრო ესე სწორი იქნება თუ ვიტყვით. ისინი ჩართული არიან გარკვეულ მეურნეობაში, მაგრამ ამას არ აქვს რაღაც ესეთი ბიზნესის სახე, შემოსავლის სახე, ხო? თუ მათ ამ მიმართულებით შეუწყობთ ხელს, ხო, მეტად ორგანიზებული იქნება ეს, მათი ჩართულობა უფრო შესაძლებელი იქნება ამ ღირებულებათა ჯაჭვში. უღრმესი მადლობა. Miss Ishikawa, thank you for your time and რატომ ფიქრობთ, რომ სოფლად ქალთა გაძლიერება მნიშვნელოვანია ჩვენი მსჯელობის კონტექსტში? გაეროს ქალთა ორგანიზაცია ბევრი მიმართულებით მუშაობს. იქნება ეს გენდერული თანასწორობა თუ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება. საქართველოში ჩვენი ორგანიზაციის ფოკუსში 4 მიმართულება ექცევა: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება, ქალთა მიმართ ძალადობა,
ქალთა ჩართულობა და ლიდერობა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება. ჩვენ გვჯერა, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ძალიან ძლიერი მექანიზმია საქართველოში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების გაზრდისთვის. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ყველა იმ მიმართულებასთან არის კავშირში, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ. როცა სოფელში მივდივარ და ვიგებ ქალის მიმართ ძალადობის შესახებ, ვიცი, რომ ძალიან რთულია ოჯახში ძალადობის ამ ჩაკეტილი წრიდან თავის დაღწევა. ქალებს სწორედ ეკონომიკური გაძლიერება სჭირდებათ. სწორედ ასე შეძლებენ ისინი ძალადობის ამ წრის გარღვევას. საქართველოში ქალები ძალიან ჭკვიანები არიან, უნარიანები, ძლიერები, მაგრამ იმ სოციალური ნორმების გამო, რაც საქართველოშია, მათთვის ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობა ხშირად ხელმისაწვდომი არ არის. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქალთა გაძლიერებაში ინვესტირება. გლობალური გამოცდილება გვაჩვენებს, რომ დასაქმებული ქალი პოზიტიურ გავლენას ახდენს თავის ოჯახზეც, რადგან არა მხოლოდ ამ კონკრეტული ქალის, არამედ მთელი ოჯახის დოვლათი იზრდება. ისიც ვიცით, რომ ქალთა განვითარებაში, მათ გაძლიერებაში ინვესტიციებს ქვეყნის დონეზე მოაქვს განვითარება და ეკონომიკური ზრდა. ამაზე ალბათ უკვე ქალბატონი ელჩი ისაუბრებს. Thank you and let's give the floor to the მოდი მივცეთ მას ამის შესაძლებლობა. თქვენგანაც მოვისმენდი ამ პროექტის მნიშვნელობის შეფასებას პირველ რიგში. რა მოაქვს და ვისთვის მოაქვს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას? ნორვეგია უკვე წლებია საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობს. ამის მიზეზი საგარეო ურთიერთობებში ჩვენი საკვანძო მიმართულებაა. ისეთი მსოფლიოს მშენებლობა, სადაც გოგოები და ქალები ღირსეულად ცხოვრობენ, სარგებლობენ თანაბარი შესაძლებლობებით და სოციალური უფლებებით და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკვანძო პოზიციებს იკავებენ. ქალები უნდა ისხდნენ იმ მაგიდასთან, სადაც მათი ცხოვრების შესახებაც მიიღება გადაწყვეტილებები. ჩვენი აზრით, ეს ერთადერთი გზაა თანამედროვე და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის. თავისი ჩართულობით ნორვეგია ცდილობს საქართველოს დაეხმაროს სწორედ ასეთი საზოგადოების მშენებლობაში. საქართველოში ჩვენი მთავარი აქცენტი, მათ შორის გაეროს ქალთა ორგანიზაციის ჩართულობით, არის სწორედ გენდერული თანასწორობა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება. ეს ჩვენი რწმენის ნაწილიცაა და ამავდროულად ჩვენი გამოცდილებისაც. გენდერული თანასწორობის წახალისება არა მხოლოდ სწორი პოლიტიკაა, არამედ პრაგმატული პოლიტიკაც არის. ამით იზრდება დოვლათი და მდიდრდება საზოგადოება. ნორვეგია იღბლიანი აღმოჩნდა. 1970-იან წლებში ნავთობი აღმოვაჩინეთ. ამან რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. თუმცა ბოლო წლებში რამდენიმე კვლევა ჩატარდა, რომელიც აჩვენებს იმას, რომ რაზეც დღეს ყველა თანხმდება, ეს კი ის არის, რომ ეკონომიკური ზრდისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს ქალთა ჩართულობის უზრუნველყოფა სამუშაო ძალაში. დიახ, ეკონომიკისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა, ვიდრე ნავთობის აღმოჩენა. ქალთა ამ ფორმით გაძლიერებით მივიღეთ უფრო თანასწორი საზოგადოება. დავამსხვრეთ ბევრი კულტურული ბარიერი, სოციალური ნორმა და გადავდგით მყარი ნაბიჯები სტაბილური, თანასწორი საზოგადოების მშენებლობისკენ. ამდენად ეს ჩვენი ბაზისია საგარეო ურთიერთობების პოლიტიკისთვის ნებისმიერ ქვეყანაში. მტკიცედ გვჯერა, რომ მხოლოდ ასია შესაძლებელი თანამედროვე, თანასწორი საზოგადოების მშენებლობა. ამ პროცესს უკვე ვაკვირდებით საქართველოშიც. მეწარმე ქალები საქართველოში პროგრესის ძრავია. მათი ჩართულობა ზრდის შემოსავლებს და სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს მედეგი საზოგადოების ჩამოყალიბებას. ეს პროცესი შესამჩნევია, როგორც ქალაქებში, ისევე სოფლებში. მიხარია, რომ შეგვიძლია პარტნიორობა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და პროგრედიტ ბანკთან საერთო მიზნისთვის, საერთო ძალისხმევისთვის და განვითარებისთვის საქართველოში. Thank you so much. დიდი მადლობა ამ პასუხისთვის. კაორისაც ვკითხავ, რატომ პროგრედიტ ბანკი? ჩვენ ქალთა გაძლიერების კუთხით 300-ზე მეტი ორგანიზაცია გვყავს, როგორც მთავარი და საერთო პრინციპების ხელმომწერები. პროგრედიტი მაღალი რეპუტაციის მქონე ბანკია, ეთიკური ორგანიზაციაა. ყველას არ შეუძლია ამ პრინციპების ხელმომწერი გახდეს. ამ ორგანიზაციების ღირებულებებისა და ამ ღირებულებების პრაქტიკაში თარგმნის მთელი პროცესი მოწმდება. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ პროგრედიტ ბანკთან ბევრი საერთო გვაქვს. ჩვენი ღირებულებები თავსებადია და აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროგრედიტს დამატებითი ღირებულება მოაქვს. როცა მდგრად ბიზნესზე ვსაუბრობთ, მწვანე ინიციატივები. ნამდვილად ძალიან მოხარულები ვართ, რომ გვაქვს პროგრედიტთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. ჩვენთვის ქალის ლიდერობის მაგალითიც მნიშვნელოვანია. ბევრი ბანკია, ბევრი დამქირავებელი, მაგრამ როცა საქმე მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ქალის დანიშვნას ეხება, ამ თვალსაზრისით საქართველოს ჯერ კიდევ განიცდის დანაკლისს. ქალთა გაძლიერების პრინციპების კონტექსტში სწორედ ასეთ განვითარებას ვახალისებთ.
მიხედვით. ქალი მართვის სადავესთან. პროგრედიტის შემთხვევაში განსაკუთრებით მოგწონს მათი აქცენტი სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებაზე. იმ ქალების, რომელთაც ყველაზე მეტად არ მიუწვდებათ ხელი განვითარების შესაძლებლობებზე. გაეროს პრინციპია არავინ ჩამორჩეს განვითარების ტემპს. თბილისი ლამაზი ქალაქია. აქ ცხოვრების დონეც მაღალია და ქალთა ჩართულობაც არ არის იმდენად დიდი გამოწვევა, მაგრამ როცა ქალაქს ვოშორდებით და სოფელში ჩახვალთ, დარწმუნდებით, რომ ძალიან ბევრია კიდევ გასაკეთებელი. გვიხარია, რომ ნორვეგიის საელჩოსთან და პროგრედიტ ბანკთან თანამშრომლობით შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ სოფლად ქალთა გაძლიერების საქმეში. მათ ნამდვილად სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ამ რამდენიმე დღის წინ ელჩების ჯგუფთან ერთად ნორვეგია, შვედეთი, დანია, ლიეტუვა, ესტონეთი ვიყავით სოფელში, სადაც ერთმა ქალმა თქვა ის, რამაც ძალიან დამაფიქრა. დიახ, მათთვის გამოწვევაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მაგრამ ეს ქალები გვეუბნებიან, რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი მათთვის ცოდნის შეძენა, უნარების განვითარებაა. ეს მდგრადი განვითარების საწინდარია. ამ საჭიროების გაცნობიერებაც მნიშვნელოვანია ალბათ ქალების მხრიდან. არის შემთხვევები, როცა დონორები გასცემენ გრანტებს და ეს რა თქმა უნდა ძალიან სასარგებლოა. ამ მიმართულებით პარტნიორებთან ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ რაც ქალებს ფინანსების მიღმა სჭირდებათ, არის ფინანსებში გარკვევა, ლიდერობის უნარების გამომუშავება, კომუნიკაცია, სოციალური მობილიზაციის მიდგომით ეს ჩვენი თანამშრომლობაა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ტასოს ფონდთან, სხვადასხვა სოფლებიდან ერთად ვკრებთ ქალებს. საქართველოში როცა ქალი დაოჯახდება, ის წყდება გარემოს. ძირითადად სულ ოჯახთანაა და აკლია სოციალიზაცია სხვა ქალებთან. სოციალური მობილიზაციით ჩვენ ამ ქალებს ერთმანეთთან ვაკავშირებთ. ვცდილობთ ერთად ვიპოვოთ პასუხი გამოწვევებზე. ცოტა უფრო დეტალურად რო ვისაუბროთ, რას გულისხმობდა თვითონ ეს პროექტი, აი გარდა ფინანსური ჩართულობისა, ხომ აი რაც ვთქვათ, მკავრიმაც ახსენა, კიდევ რა, ესე ვთქვათ, გვერდითი ეფექტები აქვს აი ამ პროექტს და კონკრეტულად აი როგორ ეხმარებოდით მათ შორის აი ტრენინგებით, ვთქვათ, აი ადამიანური კაპიტალის ზრდის თვალსაზრისით მათ შორის. სწორად აღინიშნა, ხო, იმისთვის, რომ ზოგადად პრობლემას კომპლექსურად მიუდგეთ, ხო, სხვადასხვა ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ და აი ეს გამოცდილება, ცოდნა, კონკრეტულად და სწორად მიწოდება ამისი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტში. ჩვენი ჩართულობა ძირითადად იყო ტრენინგების მიმართულებით. ფასდაუდებელია გაეროს ქალთა ჩართულობა ამ პროექტში და მნიშვნელოვანი ჩართულობა ასევე ნორვეგიის საელჩოსი. თუმცა ჩვენ როგორც თქვით, უფრო ტრენინგების მიმართულებით ჩავერთეთ. ჩვენ არ გვინდოდა რომ ხოლო ტრენინგები რაღაც მონიშნის მიზნით გაგვეკეთებია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ კარგად გაგვეაზრებია, რა გამოცდილება ჰქონდათ, ან რა მოლოდინები ჰქონდათ ამ ქალბატონებს ადგილზე, რა იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორ აგვეწყოს პროცესი და ამაში ჩავერთეთ სერიოზულად, რამდენიმე შეხვედრის საფუძველზე ძალიან ისე ყურადღებით შევარჩიეთ მიმწოდებელი კომპანია, რომელიც ამ ტრენინგებს მიაწოდებდა პერიოდულად იყო კიდე შეხვედრა რეგიონებში, რომ უფრო მეტად რაიმე ცვლილებები თუ იქნებოდა საჭირო შეგვეტანა. ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებულად ჩაიარა ამ ტრენინგებმა. ქალბატონო ზეინამ, ანუ იყო ეს мотиваცია, ჩართულობის სურვილი, მოთხოვნა, ანუ აი ამას ხედავდით აი ამ საწყის ეტაპზე, როცა შევხვდით, ჩვენ ქონდა შესაძლებლობა შეხვედრის და ასევე გავითვალისწინეთ ტასოს ფონდის რეკომენდაციები. мотиваცია ძალიან მაღალია რა. მეც საკმაოდ მოტივირებული ადამიანი ვარ, მაგრამ მე თვითონ კიდევ უფრო მოტივირებული ვხდები იმ საფუძველზე. ისინი ისეთ ელემენტარული პრობლემების ფონზე მათ ისეთი мотиваცია აქვს, ხო, ეს გადამდებია არა მარტო ნებისმიერი ჩართული მხარისთვის, არამედ თვითონ იმ საზოგადოებაში, იმ თემში, სადაც ესენი არიან. აი შეგიძლიათ რომ რაღაც მაგალითების საფუძველზეც თქვათ მოგვიყვეთ აი რაში გამოიხატებოდა საბოლოო ჯამში აი ეს ეფექტი რაც შეიძლება ხომ მე უკვე გაიზომოს უფრო დეტალურად. პრინციპში როგორც იცით თვითონ ეს პროექტი მოიცავდა შემდეგ ბიზნეს კეისების შექმნას, შეფასებას და შესაბამისად გამარჯვებულები მიიღებდნენ გრანტს, ხო? ჩვენ ვიყავით ასევე ჩართული ამ ბიზნეს კეისების შეფასებაში და მინდა გითხრათ რომ
კოლეგები, ბიზნეს განყოფილები და ვინ ჩართული იყო, აი ძალიან კარგად მომზადებული პროექტები იყო. კარგად იყო გააზრებული საჭიროება არა მარტო თვითონ კონკრეტულად მეწარმის, არამედ რეგიონის და როგორ შეეძლოთ პატარა წვლილის შეტანა. ხო და ანუ ამას უკავშირებენ უკვე საკუთარი გამოცდილებით. ვიცით, რომ რეგიონებში წყალიც პრობლემაა, ხო? თვითონ პროექტი მოიცავდა აი თუნდაც პატარა ლოკალურად აი ამ პრობლემის გადაჭრასაც და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ როცა გვყავს 80-დან 79 გამარჯვებული, სადაც ძალიან მაღალი ქულები მიიღეს ქალბატონებმა, აი კაორი მახსენა, რომ კარგი უნარი აქვს ქართველ ქალებს, რა და მართლაც ხო ეს ტრენინგები, სწორად მიწოდებული ტრენინგების ფონზე ჩვენ ვნახეთ ძალიან კარგი შედეგები უკვე, რომელიც მე იყო გადათარგმნილი ამ ბიზნეს კეისების მომზადებაში. პრინციპში მაგალითების დონეზე ალბათ უფრო შევაჯამებ, მირჩევნია შევაჯამა ამ ქალებს მე რა შაბეჭდილებად რჩება, არა აქვს იმის იმედი, რომ ვიღაც მოვა და ერთბაშად გადაუწყვეტავთ პრობლემებს რა. მათ ჯერათ რომ პატარა პრობლემების თვითონ უნდა იყვნენ ჩართული, დამოუკიდებლობის უნარი აქვთ, უნდათ რომ მაქსიმალურად ერთმანეთს ხელი შეუწყონ და პატარა ცვლილებებმა შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესოთ მათ ეს მდგომარეობა. ზოგჯერ ჩვენ ესეთ ვიზიტებს ვეძახით Mission for Hope, იმიტომ რომ ამ ადამიანებს იმედი და ყურადღებაც სჭირდებათ პირველ რიგში და შემდგომ უკვე მგონია რომ ისეთი ენთუზიაზმი აქვთ, ხო? და საზოგადოების და სხვადასხვა მხარეების დაინტერესების შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით განხორციელდება ესეთი პროექტები. ქალბატონო ელჩო, თქვენ დაიწყეთ ეს ხაზი, მაგრამ შემდეგ არ გააგრძელეთ. ვფიქრობ, საინტერესო იქნება უფრო დეტალურად განვიხილოთ, რა კორელაცია არსებობს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შორის. ეს ორი ძალისხმევა ერთმანეთზე ახდენს გავლენას. როცა ამ ყველაფერში კერძო სექტორია ჩართული, ეს ხდება ძალიან ძლიერი ციკლის საფუძველი. გენდერულად თანასწორი კერძო სექტორი აძლიერებს მეწარმე ქალებს, რაც თავის მხრივ ხდება ტრანსფორმაციის ძალა და წაახალისებს ცვლილებებს უკვე მთელი საზოგადოების მასშტაბით. ისინი უკვე თავიანთ გამოცდილებას, თავიანთ ძალისხმევას ახმარენ საზოგადოების განვითარებას. ისინი არღვევენ სოციალურ ბარიერებს. ისინი ხდებიან წარმმართველი ძალა. ზუსტად აქ ჩანს, რომ გენდერულ თანასწორობასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შორის არსებობს ურთიერთკავშირი. როგორ აისახება ეს ყველაფერი ჯამში ეკონომიკაზე, მის ზრდაზე? მეწარმე ქალები დოვლადს ქმნიან. გენდერულად თანასწორი კერძო სექტორი ქმნის გარემოს, რომელშიც ქალებს შეუძლიათ იყვნენ აქტიურები, კრეატიულები, ინოვაციურები. ქალები მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარია. მათ აქვთ ისეთი კომპეტენციები, უნარები, რაც თავად ამ ქალების ბიზნესისთვის არის სასარგებლო. ქალებში არსებული ტალანტი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია. აი ამას ვგულისხმობ გამართულ პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, მე თავად ქალი ელჩი ვარ, რომელიც ხელს უწყობს ნორვეგიის საგარეო პოლიტიკის განვითარებას. ჩემი აზრით, ქალთა ჩართულობის მხარდაჭერა უბრალოდ საღიაზრის პოლიტიკაა. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოსაც. ქალებში ჯერ კიდევ აღმოუჩენელი პოტენციალია, როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე თანასწორი უფლებების თვალსაზრისით. თანასწორი ქვეყანა უფრო განვითარებულია, უფრო სტაბილურია, ხალხი უფრო ბედნიერია. და უფრო ადვილად პოულობს საკუთარ ადგილს. დიახ, ზუსტად ასეა, როგორც მაგალითად თქვენ მედიაში. მართლა საკმაოდ სიმბოლურია, რომ სულ ქალები შევიკრიბეთ დღეს პროგრედიტ ბანკის ეზოში ქალთა გაძლიერებაზე სასაუბროთ. ასია, ეს ნაბიჯია უკეთესი საზოგადოებისკენ. ეს ასევე ითარგმნება უფრო მაღალ და სტაბილურ ეკონომიკურ ზრდაში. მადლობა ამ საინტერესო მსჯელობისთვის. თითოეულ თქვენგანს თითო წუთს მოგცემთ შეჯამებისთვის. რა არის დღეს მთავარი გზავნილი? რა გინდათ რომ თან წაიგოს საფიქრელად ჩვენმა მაყურებელმა? რადგან თქვენი არხი ძირითადად ბიზნესია, ვიტყვი რომ გენდერულ თანასწორობაში ინვესტირება არა მხოლოდ სწორია, არამედ ჭკვიანურია. საქართველოში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალია და ზუსტად ვიცი ჩემი გამოცდილებიდან, როცა კურსდამთავრებულთა გამოშვებებს ვესწრები, რომ ქალები უმაღლეს შედეგებს აღწევენ. კულტურას, სოციალურ ბარიერებს თავისი გავლენა აქვს. საქართველოს ეკონომიკა წარმოუდგენლად კარგად იზრდება, მაგრამ ის კიდევ უფრო მეტად გაიზრდება თუ ქალები თავიანთ პოტენციალს სრულად აითვისებენ. ეკონომიკური ზრდის მთავარი ძრავი კერძო სექტორია. კარგია, როცა თანამშრომლობას ამყარებ ისეთ ბიზნესთან, როგორც მაგალითად პროგრედიტ ბანკია, რომელთანაც ღირებულებებში მნიშვნელოვანი კვეთა გვაქვს. ქალთა გაძლიერება ყოველთვის ფინანსებზე არ გადის. ეს შეიძლება იყოს კომპანიის შიგნით სისტემის მოწესრიგება, ქალებისთვის მოტივაციის შექმნა, რომ ისინი დარჩნენ ბიზნესში. ეს ბიზნესისთვისაც კარგია. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი დღეს.
ჩემმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ საქმე, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებთან, ბანკებთან ერთად ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია. ამას ქალების უკავშირი გვაჩვენებს. მათი ისტორიები, მათი მიღწევები ჩვენთვისაც ინსპირაციის წყაროა. ისინი ხდებიან თავიანთი საზოგადოებისთვის ტრანსფორმაციის წყარო. დღეს ეს ძალიან საჭიროა. მე მყავს ეს ქალები ნანახი. მათ დიდი პოტენციალი აქვთ და ეს პოტენციალი არ უნდა დაიკარგოს ეკონომიკის, ქვეყნის კეთილდღეობისთვის. შთამბეჭდავია. ძალიან შთამბეჭდავია. გამოცდილება შევაჯამოთ. მრავალი წლის მუშაობის მანძილზე აი ამ პროექტიდან დავინახე ის, რომ აი მე ცოტა ფენომენსაც ვეძახი ამას, კოოპერაციული მეწარმეობის ფენომენი, რომელიც ქართველ ქალებს აქვს. ისინი ერთმანეთს თავისუფლად უზიარებენ გამოცდილებას და ასევე ეხმარებიან. აი ევროპის დღეს იყო გამოფენა და ერთ-ერთი მეწარმე ქალბატონი, რომელსაც რძის პროდუქტი ჰქონდა გამოფენილი, ჩვენ ერთად ვიყავით ქალბატონ ხოლმანთან ერთად და მკითხე ეს პროექტი მათ რეგიონში თუ იყო და მან თქვა კი 3 წლის წინ იყო ეს პროექტი მათ რეგიონში და მიუხედავად იმისა, რომ პროექტი უკვე დამთავრებული იყო, თვითონ კულტურა და ის გამოცდილება, რომ ქალები ისევ ერთად იკრიბებიან, ისევ ერთად განიხილავენ სხვადასხვა პრობლემებს და ერთმანეთს მხარს უჭერენ, ამ რეგიონში დარჩა. ხო და ეს რაღაც დამთხევა იყო, როცა ამ ქალბატონმა თავისი ეს გამოცდილება გაგვიზიარა და კიდევ უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი პროექტები მნიშვნელოვანია და ყველას ჩართულობა, რომ ჩვენ მაქსიმალურად წავახალისოთ ეს კოოპერაციული მეწარმეობა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს როგორც რეგიონს, ზოგადად ეკონომიკას, ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და ალბათ ეს მრავალმხრივობაც ხომ, რომ ბევრი სხვადასხვა ტიპის სტეიკჰოლდერი არის გამაძლიერებელი, ესე ვთქვათ, ამ პროცესის აქცენტით კერძო სექტორზე, ეს მე მომწონს ყველაზე მეტად ამ პროექტში. უღრმესი მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად და გაგვიზიარეთ ეს ნამდვილად შთამაგონებელი, ესე ვთქვათ, მაგალითები. მადლობა. Thank you very much. Thank you.